მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყვაშვილი ვარ, თქვენ კი კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდს ადევნებთ თვალს. სანამ დავიწყებთ ჩვენს გადაცემას, უნდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში, გააზიაროთ, დაგვიტოვოთ კომენტარების სახით თქვენი მოსაზრებები, აგრეთვე გამოიწერეთ YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მასალა გელით ქართული კრივის შესახებ. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის დღის თემას, გვაქვს ძალიან საინტერესო მოვლენები წინ და ეს არის პირველ რიგში აღსანიშნავი სპორტის სასახლეში 14 დეკემბერს დაგეგმილი წლის დასკვნითი საკრივო შოუ პროფესიონალურ კრივში. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წლის ბოლო დასკვნითი ღონისძიება სწორედ თბილისში შედგება, სადაც ქართველი ჩემპიონი ნიკა ბიგვავა დაიცავს თავის WBF International ჩემპიონის ქამარს სამხრეთ აფრიკელი პრეტენდენტის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ნიკა ბიგვავა ეს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა ამ ზაფხულს საქართველოში გამართულ ბრძოლაში. ძალიან დაძაბული და ძალიან კარგი ბრძოლა ჰქონდა მაშინ გამართული და ულაპარაკოდ მსაჯთა გადაწყვეტილებით ეს ქამარი ნიკა ბიგვავას დარჩა და აი ახლა უკვე მოვიდა დრო ამ ქამრის დაცვის და სწორედ წლის ბოლო დასკვნით შოუზე ნიკა ბიგვავა დაიცავს აი ამ ქამარს. ნიკა ბიგვავაზე ბევრი შეიძლება საუბარი, არის ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივე ზუგდიდიდან, დარჩელის კრივის კლუბ მგლებიდან, მისი მწვრთნელი გახლავთ ლევან ჯაბუა და ნიკა ბიგვავა ითვლება მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოკრივედ პროფესიონალურ კრივში. შესაძლოა მას სამოყვარულო კრივში არ აქვს დიდი მიღწევები და არ ყოფილა არასოდეს ჩართული სამოყვარულო კრივის ტურნირებში, თუმცა არის ძალიან ძლიერი ხასიათის პიროვნება, არის ძალიან ძლიერი ფიზიკურად და არის მომართული განვითარებაზე, წინსვლაზე. ნიკა ბიგვავა სწორედ ამიტომაც დაიმსახურა თავისი საზღვარგარეთ ჩატარებული ბრძოლებით, თავის საქართველოში გამართული ბრძოლებით, უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვებებითა და წარმატებებით დაიმსახურა ნიკა ბიგვავამ. თავისი რეიტინგიც დაიმსახურა პირველ რიგში ამ ზაფხულს იმ ჩემპიონის ქამრის მოგება და ახლა უკვე მისი დაცვითაც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებულად დაიცავს, სხვათა შორის ყოველთვის აღნიშნავ სოფლიო კრივის ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი მოკრივეა ნიკა ბიგვავა მთელ ევროპაში და უნდა ითქვას მხოლოდ ერთი რამე, რომ მას შემდეგ რაც მოიგო ეს ქამარი ნიკა ბიგვავამ, კიდევ ერთი ბრძოლა გამართა ლატვიაში. უნდა ითქვას, რომ ძალიან ძლიერი და სერიოზული მეტოქე ყავდა, სობოლი 18-1 ბალანსით და არ ვიცი, ეს გასულთი ბრძოლა იყო ნიკასთვის და არ ვიცი, სობოლი ორჯერ დაანოკდაუნა, აი რა, ყველა მონაცემით, ყველა იქ ნახველმა ნახა, რომ ნიკა ბიგვავამ ეს ბრძოლა მოიგო რეალურად, ნუ საბოლოო ჯამში ფრე დააფიქსირეს ადგილობრივმა მსაჯებმა, დიდი სკანდალი იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ მართლაც ნიკა ბიგვავას დღეს ევროპაში ფაქტიურად ვერ უდგება ვერავინ თავის წონის ნამდვილი ლიდერია და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ღირსეულად დაიცავს, დარწმუნებული ვარ თავის ქამარს. შეიძლება ბევრმა არ იცის ნიკა ბიგვავას სახელი საქართველოში, თუმცა დამერწმუნეთ მეგობრებო, დააკვირდით ამ ბიჭს, მას უკვე აქვს სოფლიო ქამარი და კიდევ უფრო მაღალი დონის და უფრო პრესტიჟულ ქამრებსაც სულ მალე მოიპოვებს, დარწმუნებული ვარ, ისეთი გაქანების, ისეთი მონდომების, ისეთი ხასიათის მოკრივეა ეს ბიჭი და ყველა პირველ რიგში გვჭირდება 14 დეკემბერს მობრძანდეთ ძველ სპორტის სასახლეში. ძალიან დიდი და გრანდიოზული და ძალიან მაგარი შოუ იქნება. მხარი დაუჭიროთ ნიკას და სხვა ქართველ მოკრივეებს, რომელთა შესახებაც მე ახლა გეტყვით თუ რომელი წყვილები იბრძოლებენ სწორედ 14 დეკემბერს. კიდევ ერთი რაც შეიძლება ითქვას ის არის, რომ წელს მართლაც ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო, ძალიან გრანდიოზული შოუ ჩატარდა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით. მართლაც გამორჩეული წელიწადი იყო და წლის ბოლოს შევაჯამებთ ჩვენ ამ ყველაფერს, თუმცა დასკვნითი შოუ ყოველთვის მაინც განსაკუთრებული ეფექტის არის ხოლმე და სწორედ ამიტომ 14-ში მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად
აბსოლუტურად განსხვავებული ემოციები გვექნება ყველას იმ ძალიან მაგარი ბრძოლებიდან გამომდინარე, რომელიც გველოდება წინ. თქვენი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, გულშემატკივრის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბილეთის ფასი არის სიმბოლური, სულ რაღაც 10 ლარი ღირს, ტიკეტ-ჯიზე იყიდება უკვე ბილეთები და შეგიძლიათ მიბრძანდეთ და აი ამაში გამოხატოთ მხარდაჭერა, ყველა გულშემატკივარს მიმართავ, იმიტომ რომ აი ამ მხარდაჭერის გარეშე თუნდაც რაღაც მინიმალური და სიმბოლური თანხის გადახდის გარეშე არ არსებობს პროფესიონალური კრივი და არ არსებობს დიდი წარმატებები ქართველი მოკრივეების, ამიტომ მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ყველას, რომ შეიძინეთ ბილეთები, მობრძანდით 14 დეკემბერს 18 საათიდან ძველ სპორტის სასახლეში, მართლაც დიდ და მსოფლიო დონის შოუს იხილავთ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ წყვილებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან იბრძოლებენ მოკრივეები მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში, მართლაც გამორჩეული მოკრივეები არიან ყველა. ნახავთ ძალიან ბევრ ახალ სახეს, ისევე როგორც გამოცდილ მოკრივეებსაც და საინტერესო იქნება მათი ხილვა პროფესიონალური კრივის რინგზე. ერთი კიდევ დამატებით რაც უნდა აღინიშნოს, სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ გეოგრაფია მოიცავს მთლიან საქართველოს, მოკრივეები არიან სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ კრივი და პროფესიონალური კრივი ვითარდება მთელ საქართველოში, ყველა კუთხეში, ყველა პატარა რაიონშიც კი შესაძლოა გაიზარდოს დიდი ჩემპიონი. თავად ნიკა ბიგვავა არის ამისი ერთ-ერთი მაგალითი, რომ აი სწორედ დარჩელის პატარა კრივის კლუბში გაიზარდა მოკრივე, რომელსაც საქართველოს პროფესიონალურმა კრივის კავშირმა მისცა ყველა საშუალება იმის, რომ გამოეჩინა თავის თავი, ებრძოლა საზღვარგარეთ, ებრძოლა საქართველოში, დაენახებინა, ეჩვენებინა ყველასთვის თუ რა შეუძლია და აი ეხლა უკვე მსოფლიო ჩემპიონის ქამრებზე იბრძვის და იგებს რაც მთავარია ამ ქამრებს. გადავიდეთ სხვა წყვილებზე, საშუალო წონაში ჩვენ ვიხილავთ დაპირისპირებას ახალგაზრდა მოკრივეებისა ილია სალია, რომელიც წარმოადგენს თბილის კლუბ მემეტეს და მის წინააღმდეგ ჩვენ ვნახავთ თორნიკე ილაშვილის გურჯაანელ მოკრივეს. ილია სალიასთვის ეს არის მეორე ბრძოლა პროფესიონალური კრივის რინგზე. პირველ ბრძოლაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ მოკრივემ. ზოგადად კრივის კლუბ მემეტე და მის ხელმძღვანელი ედი შერგოგია ყოველთვის ძალიან კარგად არიან მომზადებულები, ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში არიან ყოველთვის და ყოველთვის მხოლოდ მოსაგებად გადიან რინგზე. რაც შეეხება თორნიკე ილაშვილის გურჯაანელი მოკრივე, უკვე 3-4 ბრძოლა აქვს გამართული, მოასწრო საზღვარგარეთ ასპარეზობაც, ახალგაზრდაა ისიც ძალიან და დარწმუნებული ვარ, ძალისმიერი მოკრივეა, ძლიერი ბიჭია, ძალიან კარგი დარტყმა აქვს, ყველანაირად შემდგარი მოკრივეა და ყველაფერი წინ აქვს, ამიტომ ველი აი ამ წყვილში ნამდვილად პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი არ მოიწყენს და საინტერესო სანახაობა ექნება. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთ დებიუტანტ მოკრივეს ვნახავთ, თომა კაკაბაძე, თბილისის ვერისბაღის კრევის დარბაზიდან შეერკინება ირაკლი მუხიგულაშვილს, რომელიც წარმოადგენს კრევის კლუბ მგლებს, მისი მწვრთნელი მიხეილ ბაკაშვილია. რაც შეეხება თომა კაკაბაძეს, ვერისბაღის კრევის დარბაზში მე მაქვს ნანახი, მართალია დებიუტანტი მოკრივეა, მაგრამ პირადად მე მაქვს ნანახი მისი ვარჯიშები, ვიცი რეკომენდაციები მისი მწვრთნელებისგან, მინდიან ოზაძისგან და გიორგი აბრამიშვილისგან. ძალიან კარგი მოკრივეა, ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა, ეხლა ხან შეუსრულდა 18 წელი, თუმცა მზად არის აბსოლუტურად რომ ძალიან კარგად იბრძოლოს, ჩაებას პროფესიონალური კრივის ბრძოლებში და დარწმუნებული ვარ, კარგ შოუს შემოგთავაზებს. ირაკლი მუხიგულაშვილზეც მე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო. ესეც ახალგაზრდა 19 წლის მოკრივეა, გამართა საქართველოში 2 ბრძოლა, ერთი ბრძოლა გამართა საზღვარგარეთ საფრანგეთში და სწორედ საფრანგეთში მე ვიყავ ირაკლი მუხიგულაშვილის სეკუნდანტი და უნდა ვთქვა, რომ მართლაც ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან კარგი მონაცემები აქვს აბსოლუტურად ყველანაირი. საფრანგეთში ისეთი ბრძოლა გამართა, ყოველთვის ვამბობ და საკრეო წრეებში განვიხილავ ხოლმე, პირველივე რაუნდში ორჯერ დააგდო თავისი მეტოქე, გაუშვა ნოკდაუნში, რაც გამოუცდელი მოკრივისთვის და პირველი გასულითი ბრძოლა იყო მისი და
პირველივე რაუნდში საოცრად დაიწყო. შემდეგ იჩხუბა საქართველოში და ძალიან რთულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. ძალიან პერსპექტიული, კარგი მოკრევია. კრევის კლუბ მგლებზე მე ჩემს ყველა გადაცემაში ვსაუბრობ და ბატონ მიხეილ ბაკაშვილზე, მართლაც ნამდვილი მგლები იზრდებიან აი ამ კრევის კლუბში და ერთ-ერთი მათგანია სწორედ ასეთი ირაკლი მუხიგულაშვილიც. რა თქმა უნდა, ველით მისგან მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს პროგრესს ველით. მე პირადად დავაკვირდები აი ამ ორ ბრძოლას და ორივე ახალგაზრდა მოკრებე თომა კაკაბაძეც და ირაკლი მუხიგულაშვილიც თანაბარი დონის წყვილი იქნება დარწმუნებული ვარ და დაძაბული ორთაბრძოლა იქნება ყველა ვარიანტში. დანარჩენი რინგზე უნდა ვნახოთ, უშუალოდ თომას რინგზე ასპარეზობა მე ძალიან მაინტერესებს. ირაკლი მუხიგულაშვილი უკვე ვნახეთ, შეუძლია ამ ბიჭს დარტყმაც, შეუძლია შოუს ჩვენებაც, შეუძლია ყველაფერი ის, რითაც ფასობს პროფესიონალური კრივი. კიდევ ერთ დებიუტანტ მოკრევეს ვნახავთ ჩვენ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ტუნკიშვილი, გურჯაანელი მოკრევეა, რომელიც ამჯერად ვარჯიშობს ზურაბ მექერიშვილთან, ორთაჭალის კრივის კლუბ ჩემპიონში აქვს დარბაზი მექერიშვილს, ისევე როგორც კახეთშიც და ძალიან კარგი მოკრევეები მოდიან მისი დარბაზიდანაც. გიორგი ტუნკიშვილს აქვს ძალიან კარგი რეკომენდაციები და დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს კიდეც აი ამ თავის რეკომენდაციებს, რაც მოდის მისი დარბაზიდან, რაც მოდის კრივის სპეციალისტებისგან. მისი მეტოქე კი ლუკა ბარნოვი იქნება, კასპელი წარმოშობით მოკრევე, რომელიც ვარჯიშობს კრივის კლუბ მგლებში და კრივის კლუბ მგლებს წარმოადგენს. ლუკა ბარნოვს აქვს ძალიან კარგი პროგრესი. უცხოეთში მე ვიყავ მის სეკუნდანტი, სადაც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და არაფერი არ დაუთმია თავისი მეტოქისთვის, ადგილობრივი მეტოქისთვის, თუმცა ეხლა უკვე დაუბრუნდა თავის წონას 57 კილოგრამ წონით კატეგორიას, რაც მართლაც მისთვის ზედგამოჭრილია, კარგი წონაა, 60 ცოტა მისთვის ბევრი იყო და წინა შოუზე რომელიც ჩატარდა თბილისში ნოემბრის ბოლოს ძალიან კარგი კრივი აჩვენა ლუკა ბარნოვმა, გამარჯვებით დააგვირგვინა და შემდეგ გამარჯვების მოპოვებას ეცდება უკვე გიორგი ტუნკიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ტუნკიშვილის, როგორც გითხარით, დებიუტია მისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მოსაგებად გავა რინგზე, შესაბამისად აი ამ წყვილშიც დაძაბული ორთაბრძოლა გველის. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ რინგზე ვიხილავთ ნიკა გიგაურს, თბილისელ მოკრევეს, კრივის კლუბი მემეტე, საბრძოლო ხელოვნების კლუბი მემეტე, უпроსწორად. ხოლო მის წინააღმდეგ იქნება ძალიან გამოცდილი ახალციხელი მებრძოლი შოთა ჯვარიძე. ნიკა გიგაურს ერთი ბრძოლა აქვს გამართული, თუმცა ძალიან კარგ მოკრევესთან ძალიან იოლი გამარჯვება აქვს მოპოვებული, შესაბამისად ძალიან ძლიერი მოკრევია თავად, ძალიან იცის დარტყმა, მოძრაობა, ძალისმიერი კრივი აქვს, რაც შეეხება შოთა ჯვარიძეს, ძალიან გამოცდილია შოთა ჯვარიძე, არაერთი ბრძოლა აქვს გამართული საზღვარგარეთ, მოვლილი აქვს მთელი ევროპა, საქართველოშიც დაბრუნდა, საკმაოდ გარკვეული პერიოდი პაუზა ჰქონდა და დაუბრუნდა რინგს წინა შოუებზე, ეხლა უკვე შოთა არის ძალიან კარგ ფორმაში. შოთას აქვს საოცარი გამძლეობა, საოცარი ამტანიანობა, საოცარი ხასიათი, ჟინი, ძალიან კარგი პიროვნებაა და რინგზეც მხოლოდ და მხოლოდ აი ნამდვილ ომში შედის, გეგონებაო ისე ადის ხოლმე შოთა ჯვარიძე, შესაბამისად მისგანაც ძალიან კარგ დაპირისპირებას ველით და ნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული აი ამ ბრძოლაში. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით კაზიევი, დებიუტანტი მოკრევე, წარდგება რინგზე. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოკრევეა კაზიევი, რომელიც წარმოადგენს გუდიანის გუნდს, ლევან ციკლაურია მისი მწვრთნელი და შესაბამისად ლევან ციკლაური როგორი მეომარიც და მებრძოლიც თავად არის, ისეთი მოკრევეები ყავს თავის გუნდში, ასე ვთქვათ, აყვანილი და ამზადებს. ერთ-ერთი მათგანია სწორედ კაზიევი, რომელსაც საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან მისი მეტოქე გამოცდილი ბათუმელი მოკრევე დავით შერვაშიძე იქნება. დავით შერვაშიძე მართლაც გამორჩეული მოკრევეა ამ წონაში, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ძალიან გამოცდილია.
ძალიან შრომის მოყარეა, ძალიან მონდომებული, ნამდვილი მებრძოლია დავით შერვაშიძე, ბევრის მნახველი, ევროპაში ბევრი ბრძოლა აქვს გამართული. შესაბამისად, საინტერესო იქნება ეს ახალგაზრდული სისხლი კაზიევის გამოცდილი და ბევრის მნახველი შერვაშიძის წინააღმდეგ. მე გამიჭირდება პროგნოზის გამოთქმა, რა თქმა უნდა, შერვაშიძის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა დებიუტანტ მოკრივეებს ყოველთვის აქვს ხოლმე რაღაც აღმაფრენა რინგზე ასვლისას, ძალიან მონდომება, ძალიან დიდი და ვნახოთ უშუალოდ ბრძოლაში გამოჩნდება მათ შორის გამარჯვებული. საინტერესო ბრძოლა გველის სუპერ საშუალო წონაში კიდევ ერთ დებიუტს ვიხილავთ რინგზე, თუმცა ეს დებიუტმა არ ასე ვთქვათ შეგვიყვანოს შეცდომაში. მართალია პირველად იბრძვის პროფესიონალურ კრივის რინგზე გიორგი თხელიძე მცხეთიდან მოკრივე, თუმცა ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მიღებული სამოყვარულო კრივში თავის დროზე, ბევრის მნახველია და უკვე ეხლა გიორგი თხელიძე ადის პროფესიონალურ კრივის რინგზე, დიდი ხანია უნდოდა თხელიძეს ასპარეზობა პროფესიონალურ კრივში, რაღაც ჩაიშალა, სხვადასხვა შემაფერხებელი გარემოებები იყო და დღეს უკვე გიორგი თხელიძეს ჩვენ ვიხილავთ პროფესიონალური კრივის რინგზე. მისი მეტოქე იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი მებრძოლი დავით ბადურაშვილი. დავით ბადურაშვილი აბსოლუტურად გამორჩეული მოვლენა არის ქართულ საბრძოლო ხელოვნებებში, გამომდინარე თავისი ეპატაჟურობიდან, თავისი პიროვნულობიდან, თავისი ბრძოლის უნარიანობიდან, არის მოკრივე, რომელიც საერთოდ არ არჩევს მეტოქე, ვინ არის, არც კი კითხულობს, იყოს მეტოქე, ადის და იბრძვის რინგზე, რაც მართლაც დასაფასებელია, ნამდვილი შოუმენია, ნამდვილი მებრძოლია, თავისი ხასიათით, გამოკვეთილი პიროვნულობით, რაც ძალზე აინტერესებს მე გულშემატკივარს და ყველაფერთან ერთად არ ეშლება არც შოუს დადგმა და არც მე პატივისცემის გამოხატვა მეტოქეების მიმართ და ასე შემდეგ. შესაბამისად, დავით ბადურაშვილი როცა ადის რინგზე, იქ ყოველთვის რაღაცა საინტერესო ხდება და ასეთ საინტერესო ბრძოლას ველით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბადურაშვილი არის სულ სხვა შემართები, ძალიან აქვს მომატებული. ერთი პერიოდი თითქოს რაღაც мотиваციის პრობლემასავით ქონდა ჩემი შეფასებით, მაგრამ ბოლო პერიოდში მართლაც აღმავლობის გზაზეა, ძალიან მაგარი ბრძოლა გამართა 25 სექტემბერს სწორედ აქ ძველ სპორტის სასახლეში ნოდარ ობაქიძის წინააღმდეგ, ნამდვილი ომი და სანახაობა აჩვენა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ძალიან კარგ სვლაზე იქნება, ასე ვთქვათ, ამავდროულად არ ტოვებს არც ერთ შოუს, იბრძვის ყველგან, ყველანაირი წესებით, მოკლედ საინტერესო მებრძოლია ნამდვილად დავით ბადურაშვილი და გაალამაზებს დარწმუნებული ვარ მისი ბრძოლა სწორედ 14 დეკემბერსაც დიდ საკრივო შოუს, რომელიც არის დაგეგმილი თბილისში. საშუალო წონაში კიდევ ერთი დებიუტანტი მოკრივის ასპარეზობას ველით, ამჯერად გორელი დათა გელაშვილი იქნება რინგზე. დათა გელაშვილის შესახებ მე ბევრის თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია, ნამდვილად არ მაქვს ნანახი მისი სპარინგები ან სხვა სპორტის სახეობებში ან სამოყვარულო კრივში ნანახი მისი ორთაბრძოლების, შესაბამისად ჩემთვის სიურპრიზი იქნება ეს მოკრივე. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეებს, მის წინააღმდეგ რინგზე გავა სწორედ ნიკა ბიგვავას თანაგუნდელი გიორგი კვარაცხელია დარჩელის კრივის კლუბის მგლებიდან, მწვრთნელი ლევან ჯაბუა. კვარაცხელიას ორი ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე, ახალგაზრდა მოკრივეა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო დაძაბულ ორთაბრძოლას ვიხილავთ ამ მოკრივეებს შორის. ახალგაზრდა მოკრივეები წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე და გაიმარჯვოს ღირსეული. სუპერ საშუალო წონაში თბილისელი მოკრივე ვახტანგ ნიკურაძე ვერისბაღის კრივის დარბაზიდან წარდგება გორელი თემურ ბურნაძის წინააღმდეგ. ნიკურაძეს მწვრთნელი გახლავთ მინდიანოზაძე და გიორგი აბრამიშვილი. წელს ჩაერთო პროფესიონალურ კრივის ასპარეზობებში ნიკურაძე.
საკმაოდ კარგი მოკრივეა, გამოავლინა უკვე საკუთარი თავი საქართველოში, ერთი ბრძოლა მოუწია საზღვარგარეთაც, იქაც მიიღო ასე ვთქვათ გამოცდილება და საყოველთაო მოწონებას იმსახურებს ეს მოკრივე. ცოტა გამოცდილება აკლია, თუმცა ეს გამოცდილება რა თქმა უნდა ბრძოლებთან ერთად მოვა და მოდის. შესაბამისად ნიკურაძე მხოლოდ მოსაგებად და მხოლოდ უკეთესი შედეგებისთვის, მხოლოდ პროგრესისთვის ადის რინგზე. რაც შეეხება მის მეტოქეს თემურ ბურნაძეს ერთი ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე, მისი მწვრთნელი ვლადიმერ ჯანიზაშვილი გახლავთ გორიდან და მე ვიცი რომ სხვა შოუებზეც იყო ვარიანტი რომ ებრძოლა, თუმცა დაელოდა როცა საუკეთესო ფორმაში იქნებოდა ბურნაძე და აი ახლა ჩაერთვება ასპარეზობაში, დაძაბულობა ნამდვილად იქნება ამ ბრძოლაში. მე გამიჭირდება აქაც პროგნოზის გაკეთება. ნამდვილად ორივე ძალიან კარგი და თანაბარი ძალის მოკრივე ხდება ერთმანეთს და ნახოთ უშუალოდ რინგზე ვინ როგორი მომზადებულიაო, ვინ როგორი მოტივაციითაა, ვის მეტად გაუღიმებს იღბალი და ამ შემდეგ ყველაფერი მნიშვნელოვანია კრივში ყოველთვის. შემდეგი ბრძოლა გამოცდილი მოკრივეებისა იქნება. საქართველოში რინგზე ბრუნდება პაატ ადუაშვილი, რომელსაც ყველა იცნობს ქართულ პროფესიონალურ კრივში. ვარიანელი მოკრივე ბოლოს ქართულ რინგზე იდგა 2017-2018 წელს. მას შემდეგ არაერთი ბრძოლა აქვს გამართული მთელი ევროპის მასშტაბით, საუკეთესო ევროპელ მოკრივეებთან, მძიმე წონაში და კრუიზერვეიტში აქვს ნაბრძოლი პაატ ადუაშვილს, ძალიან ბევრი ბრძოლა გამართული და აი ახლა უკვე ამდენხნიანი პაუზის მერე უკვე საქართველოშიც იბრძოლებს. მისი მეტოქე ასევე გამოცდილი დავით კოპაძე იქნება გორიდან. კოპაძესაც რაც ძალიან დიდი ხანია პროფესიონალური კრივის რინგზე დგას და ერთი რაც შეიძლება ითქვას ის არის რომ კოპაძეს და ადუაშვილს ადრეც აქვს ნაბრძოლი საქართველოში და ერთგვარად სარევანშო ბრძოლაა აი ესეც დამატებითი ინტრიგა იქნება მათ შორის დაპირისპირებაში. ნახოთ ამჯერად ვის გაუღიმებს ბედი და ვინ გამოვა გამარჯვებული. ახალგაზრდა მოკრივე დავით მუშკუდიანი იქნება რინგზე, ისევ და ისევ ლევან ციკლაურის იგივე გუდიანის გუნდიდან, რომელიც წარმოადგენს ქალაქ მესტიას, თუმცა ვარჯიშობს სწორედ ლევან ციკლაურთან თბილისში. დავით მუშკუდიანმა ერთი ბრძოლა უკვე გამართა თბილისში 25 სექტემბერს ძალიან დიდ გრანდიოზულ შოუზე, რომელსაც ლენოქს ლუისიც დაესწრო და მთელი საკრებო სამყარო ამაზე საუბრობდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მაშინ იმ ბრძოლაში მუშკუდიანმა. ძალიან კარგი მოკრივეა. პერსპექტიული ნამდვილად ემჩნევა რომ კრივიცის ესმის შეუძლია და პროგრესი ექნება დარწმუნებული ვარ ამ მოკრივეს, თუმცა ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს გამოცდის ჩაბარება ამჯერად 66 კილოში მისი მეტოქე ძალზე გამოცდილი გორელი მებრძოლი ანზორ გამგებელი იქნება. გამგებელს არ ჭირდება თავის შეხსენება არავისთვის, ის არის ძალიან გამოცდილი მოკრივე, საქართველოში უამრავი ბრძოლები აქვს, საზღვარგარეთაც უამრავი ბრძოლები აქვს, ბევრის მნახველი მოკრივეა, თუმცა ძველებური შემართებით, ძველებური მონდომები, ძველებური ხასიათით ადის ისევ რინგზე, იბრძვის და შედეგებსაც დებს, რაც მთავარია, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის პირადად აი ამ გამოცდილი და ახალ ბედამოკრივის დაპირისპირება ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და საინტერესო ორთაბრძოლა იქნება ამ კრივის საღამოზე, სწორედ აი ეს დაპირისპირება, ასე რომ დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ამ ბრძოლის ხილვას არ ინანებს. მოკლედ სულ ეს არის ანონსი იმ ბრძოლებისა, რომელიც გაიმართება 14 დეკემბერს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროფესიონალურმა კრივის კავშირმა წელს არაერთი ძალიან მაგარი ღონისძიება შესთავაზა ქართული კრივის ხომალდს. ქართული პროფესიონალური კრივი გადავიდა ნამდვილად შეიძლება ითქვას ახალ სიმაღლეზე. დასკვნითი ორთაბრძოლები 14 დეკემბერს ძველ სპორტის სასახლეში თბილისში იქნება მართლაც დახურვა აი ამ ძალიან წარმატებული წლის. სასიხარულოა რომ ამ ყველაფერში საქართველოს სპორტის სამინისტრო გვერდით უდგას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს. ძალიან სასიხარულოა რომ გულშემატკივრები იმატებენ, ძალიან სასიხარულოა რომ ბევრი
საუბარი მიდის უკვე გულშემატკივრებში ქართულ კრივზე ძალიან სასიხარულოა რომ უკვე წელს ამდენი ჩემპიონის ქამრები გათამაშდა საქართველოში საქართველოს ჩემპიონის ქამრებიც მსოფლიო ქამრებიც გათამაშდა და ერთ-ერთი აი ესეთი ქამრის დაცვა ექნება უკვე ნიკა ბიგოვას რაც არის ძალიან მაგარი შედეგი დარწმუნებული ვარ ნიკა ბიგოვა თავის სამხრეთ ამერიკელ ძალიან გამოცდილ მეტოქეს ჯარედ სილვერმენს აქედან გახარებულს არ გაუშვებს და ქამარს საქართველოში დატოვებს ერთადერთი აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ ტიკეტ ჯიზე შეიძინეთ ბილეთები სულ რაღაც 10 ლარი ღირს მობრძანდით 14 დეკემბერს 18 საათიდან ძველ სპორტის სასახლეში ისი ამოვნეთ დიდი გრანდიოზული საკრივო შოუთი მხარი დაუჭირეთ ქართველ მოკრივეებს ისი ამოვნეთ ნამდვილი კრივით აი ეს იქნება გულშემატკივრის ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქართველი მებრძოლების მისამართით მთლიანად ქართული პროფესიონალური კრივის მისამართი რაც თავარია ნამდვილად არინანებთ იმიტომ რომ მართლაც საუკეთესო შოუები მსოფლიო დონის შოუები იმართება საქართველოში და მართლაც ძალიან მაღალი დონის კრივსაც ხედავთ და რაც თავარია ჩვენ ხედავთ როგორც ბრძოლას ისე შოუს არის სხვადასხვა სტილის სხვადასხვა ხასიათის მოკრივეები რინგზე შესაბამისად ყველაფერი ის რაც აინტერესებს ზოგადად ორთაბრძოლების და კრივის ხომაგებს ასე რომ მობრძანდით და ნამდვილად არინანებთ ამავდროულად უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც ძალიან ბევრი მასალა როგორც ქართული ასევე მსოფლიო კრივის შესახებ, აი ამ ღონისძიების შესახებაც სწორედ აქ განთავსდება მასალები, ვიდეოები, ონლაინ რეჟიმშიც აქ გავა სწორედ ორთაბრძოლები, ასე რომ გამოგყევით. წინ ბევრი ძალზე საინტერესო საკრივო საღამო გველის. ნახვამდის.